მოგესალმებით მორიგი ეპიზოდით. დღეს გვექნება ძალიან საინტერესო პოდკასტი და რაც მთავარია, დღეს ვზივარ ერთ მელოთ ადამიანთან და მეორე ნახევრად მელოთ ადამიან კაცთან და დღეს თავი რო დაინახო ნახონში. ანახე. და დღეს ყველაზე მაგარი ეპიზოდია, იქიდან გამომდინარე, რომ მიშა გეიშუტკებს ვეღარ გაბიძრობს. მოკლედ ჩვენი სტუმარია სანდრო. გეიშუტკებზე არ ვიცი, ცისფერ სასმელს კისვავს და ვერ გამიზრობს და იმის დაპატიმრება. არა, მე რა მაინტერესებს მოიცა წარდგენაში ერთსამ ჩვენ სტუმარია სანდრო. ანუ სადამდე დაეცა ჩვენი პოდკასტი, რომ რამოდენიმე გადაცემის უკან ვიძახდით, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარია 40 წელი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, მე რაღაც 6 გზის მსოფლიო ჩემპიონი და დღეს სანდრო ყავს. აი ეს არის ხალხო ირაკლის რო ანდობ სტუმრის მოყვანას. წინა სტუმრები ჩემი დაბაჭებული. მე რო გადმომაბრალა. ეხა ირაკლი მეგავჭი თავის სტუმარს. მოიყვანა სანდრო. შემდეგში არ ვიცი, ავტობუსის გაჩერებაზე ვინმეს ვიპოვით და მოვიყვანთ ნებისმიერს. დარწმუნებული ვარ, რომ შენ იყავი. ვინც მომიყვანა. შენ გელაპარაკე აშკარად. ეს ამოიჭრება, იმიტომ რომ ჩვენ გადაცემა. გასაგებია. ნახე რა ბუზა რო გადმომაბრალა ეგრევე. თქვენ ალბათ ფიქრობთ რა ხდებაო? აქ, მაგრამ თქვენ ქვემოთ არ გინახავთ რა მე ვიხდება ვაფშე ასე რომ მაგას გაჩვენებ აუცილებლად. რომელი ამოვიხო? ფეხზარწმელი. ფეხზა, ოკეი. ის მე მარტო რომ დარჩები. ცოტა ხიცის ხო რამეზე მელაპარაკებოდი, ეხა ფეხზე მახტევინე, რა. ის მე მარტო რომ დარჩებით ირაკლი და შენ. ორივე თუ ერთი. შენ გინდა? არა, ბადლო. ერთი სალი იყოს თუ ორი? მოდი ორივეს გავიხსნი. ერთი. აიცადე? სხვადასხვა რო გეცოს არ გამიკვირდება. ძალიან ბევრი ტიპისთვის ეს ფეხსმელი არ თქვენ არ გეცოდინებათ, მაინც ცოტა. დადე. ბიძერები ხართ, მაგრამ აი ხო ხედავთ რა ვიხდება ჩვენ გადაცემაში. ესეთი M კვადრატის корпуსით მოვიდა ტიპი ჯოულებრივ. M კვადრატო დაგვა სპონსორეთ. აქედან კოლერა შემდეგში შეიძლება თქვენი корпуსი იდოს ამაგიდაზე. იკოს მე მომწონს არ ვიცი რა. მე მივასებ ეს სასმელი. მოდი მაინც ავიღოთ თორე მე პრიხოთ რო წავიღოს ვეღარ წავიღო გადაცემას და მაინც დავჯერდეთ. მე ვიცი გახდნენ მე ხალხი მომეწონა რაღაც. პირველ რიგში მინდა ჩვენს ოპერატორს დავითას ბოდიში გადაუხადოთ. რა შეკპირდით მოდელებს, მაგრამ ბოდიში გადახდა და ბოდიში მოხდა. ხო, კარგი. ხო, ნუ შემდეგში იქნება ის მოდელი, ვინც გინდოდა გადაგაგებინე ვიდეოებს. იმ ზავს პირდებოდით იმ მოდელს მოვიყვანთო შემდეგშიო და სანდრო დაუსვით ახლა. არ მოგეწონე? სანდრო. გამარჯობა. სალამი. გამარჯობა. ხელის ჩამორთმევით არაფერი არ გადადის ხალხო. ხელი მომაჭერი, მე წყალი არა მაქვს. ჯერ რა გეგმოვრამ ეს. მე არ ვიცი რა, მე ღვინო დამისხით რაღაცა აქ ჩამ ფეხზე გამხადე და რავი, არ ვიცი. მე ცოტა სხვა რაღაცა მე რა შუაში ვარ შენ თვითონ იმასკენ. ირაკლიაც უნდრო. ყველას გადაობა რა არის, ყველაფერს მემაბრალებს რა, რასაც აკეთებს იმენა ეგრევე. ირაკლი აკეთებს, ირაკლის იდეა ყველაფერი. რა თქმა უნდა. როგორ ბოზარი კლასელი ვარ. რო იფურთხება და ამანქნაო რო იზახე. სანდრო როგორ ხარ? მშვენივრად ძალიან კარგად ვარ. მიხარია რომ აქ ვარ, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრისგან განსხვავებით და არ ვიცი რავი. მინდა გითხრა რომ ძალიან საინტერესო ვიზუალი გაქვს. მადლობა ძალიან დიდი. ეს თქვენთვის შეიძლება, თორე მე მგონია რომ ეგეთი დიდი განსხვავება ჩემზე არ ვიცი, მე ისეთ ხალხს ვიცნობ, რომ არ ვიცი, მე ეს არაფერი არ არის მაგას შედარებით. ეხა გინდა უცებ პატარა ცდა ჩავატაროთ. მაგნიტი რომ მოიტანო? არა, მაგნიტს არ მოვიტან. ანუ ჩემ ანუ წეგან როგორც თქვით და პენის აუტაროთ. არა. უყურე შეიძლება შენთვის არის საინტერესო მითხრა, ხო? აი როგორ იქნება ბიძა ჩემი გლოსთვის არ გაინტერესებს ეს ვიზუალი. ხო, ანუ საშუალო სტატისტიკურია თარგმანი. არა. მე დაურეკო? არა, მოიცა ამას საერთოდ ნანახი არა აქვს ჩვენ გადაცემა. აზი არა. ხო და მაგიტომ ამის ბიძასაც არის. არა, ბიძა შენს არ ვიცი, უნდა მაგინო, თუ არ უნდა მაგინო. არა, არ უნდა მაგინო. უყურე მე ეხა უცებ WhatsApp-ში გადავუგებ სურათს. ერთი და ბიზამისის ცალკე რუბრიკა რო გავაკეთოთ ვაფშე და ყველა მოიცა თუ
თქვენ გავიხადო? არა, ეხლა უფრო მაგარი რაღაცები არა, ეხლა მაინტერესებს, ანუ ჩემს ხო საინტერესო იყო. ეხლა იქნება გამაცანიო ძალიან ანუ სიმპათია. არა, ხო, ანუ ვის იქნება ძალიან მაგიტო მაინტერესებს. რა პასუხს მოიწერება? ბიძა ჩემი იყო. კაი, მანამდე ხალხო. ხო. რატო დავუპატიჟეთ სანდრო? იმიტომ რომ TikTok-ზე იღებს ვიდეოებს. ხო, რა შევხედე, ანუ ესეთ კონკრეტული რაღაც პროფესია არ აქვს. ხო? კი, არა, მართალია კი, მაგრამ უბრალოდ სხვა თემებს ეხება და რამოდენიმეჯერ კარგად გაიხუმრა ისე რომ მეც დავაფასე მეთქი, ნუ ჭკვიანი ადამიანია რა და მაგ პონჩი. და იმ პონჩიც რომ მოვიგოთ ესეთების გულები. იმოგოგოებინა ხო? ლურჯთვიანები გვეყოლება. ნახეთ მე ესე ტიპთან მეგობრობ. გასაგებია. მის მინდა. ეს არ ვადებ. ლურჯთვიანი მეგობრები ხარ? აი, დავადებ. ჰა, მეგობრები ვართ. უფრო მაგარი მეგობრები იქნებით მე კამერის მიღმა. კამერა ჩაირთო და ეხლა უცებ ბოროტი ბიძია გახდა და ცოტა ხნის წინ ამ კარგად ისე რაღაცა მელაპარაკებოდი. გიფათურებოდა კიდე. კი, რა ვიხ მინო დამისხა ისა რაღაცა. მე რო იტყვის ირაკლი, ხო ხედავ რა ხდება. მე პრობლემა არა მაქვს იყოს ჩემთვის. ჯიგარია. ზოგადად ეხლა მაინტერესებს რა საქმიანობ, გავიგეთ რომ TikTok-ი გაქვს, რაღაც ვიდეოებს იღებ, მიშას მოეწონა შენი რამოდენიმე ხმურობა და მაგის ხარამეც მოეწონა კიდე ეს არის თქვენ, მაგრამ ხო. აუ რა მაგრა გიტევს ასე. რატო მე არ ვიტევ? ამისიანი ხარ და მაგითო. ორჯერ შემე ხო და ორჯერვე ხელი დაიბარა და კიდე მეუტევ. ერთად დადიხართ გეი ბარებში. ფაზდაკლების კუპონები. VIP შენ რა ხარ VIP? არ ვიცი რა. მე ზოგადად სასწაულზე პატიჟები ხომ მე როცა ინტერესი აქვს ჩემი და კიდე მომინდება. შეგისრულა. ვიცი რომ დამისხავ არა. დამსხვრელი ზედა. ადები დაისხავ შენ. აი მოვიდა. ვოისი მოიწერა. ბოლომდე ავწიოთ და მოვსმინოთ. ესა ხურუშენების სურათებს მიგზავნა რა. სადაითხრი ერთ ხალხსა. აი ბორდრაი გაყრე ჩემში. ეს დადგული არის ხო? არა მართლა ესე რეაქცია ექნა. გასაგებია ყველაფერი. ვაუ. ამ სინაგადაცემები რო არ გაგდანახე მაგით. იმიტომ რომ ეს კომენტარებს აკეთებს ხოლმე. მე რო ვაფშე მოვიწვიოთ ვიზა. მეც ერთად დავინტერესო. მე ბიძა შენი და ჩვენ. და ყველა შეურაც ყოფილი ბიძამისის მიერ. ყველა ერთად დავიწყო. ხო. ეს ერთყარესებს და მე ბიძა შენი ხარეს ვიქნები. არა მოვიგო ეგრე. არა ჯიგარია გაგიზრდება. არ და გისვამს გვერდზე. კაი, გასაგებია. გავაგრძელოთ ახლა. მე მართლა რას დავაგრძელოთ კი არა, დავიწყოთ გადაცემა. მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა ჩვენ 10500-ვე გამომწერს ჩვენი გადაცემის სპონსორია ისევ და ისევ კომპანია წამი, რომელიც არის ვენეციანიკოს და გაგა მილანოს საათების ერთადერთი ოფიციალური შემომტანი საქართველოში. გარანტიით, ევროპული გარანტიით ყიდიან საათებს, მოკლედ უმაღლეს ხარისხის საათები აქვთ, თავისი გარანტიით და შეგიძლიათ გამოიწეროთ მათი გვერდი, დაათვალიეროთ საათები და თუ რამე მოგეწონება, რა თქმა უნდა, შევუკვეთოთ. შეგახსენებთ ასევე, რომ თამაშდება ეს საათი, რომელიც ჩვენ გადმოგცეს საჩუქრად 20000 გამომწერზე. ასე რომ, ნუ გეზარებათ და აჭირეთ მაგ დედა ვერ დღილაკს და ნებისმიერი შეიძლება გახდეთ ამ საათის მფლობელი. Yes. ეგ ხა არის. შემთხვევით მე რომ მოვიგო არ მომცემთ ხო, მაინც ჩაწყობილი რო არ იყოს. აუ, ხოჩორის მაგაზე ბევრჯერ მიფიქრია. აი, ზოგადად გათამაშებებზე რა, ვიღაცა ახლობელი რო იგებს, მაგ დროს რა ხდება? არაფერი გაჯვავენ ეგრევე. ჩაწყობილია, უეჭვია. ხო, მოკლედ. მადლობა კომპანია წამის. ვიღაცებს გეგონათ რომ სპონსორებს ვერ ვიშოვიდით და გვიწერდით ქენი სპონსორებს ვერ ვიშოვით, მაგრამ აგერ ჩემი. აგერ სპონსორიც არის და სანდრო საქარე. ხო, ვიღაცებს გეგონათ რომ სანდროს ვერ მოვიყვანდით აქ, რომ სანდრო არ დაგთანხმდებათ. ჰომოფობები ხართო და რაღაც დისკრიმინაციას უწევთ ხალხს. უწევთ აგერ ძმაო კაცი გვიზის. ვის რა პრობლემა გაქვთ ვერ გავიგე. ვისაც პრობლემა. დაურეკე სანდრო შეყვარებულს. გიგას. ცოტათი გაიძინა მე ეგრევე შეიკავა. გაფონდიაო. კაი, დამაცადე ხა. დამაცადე ადამიანებს სხვა შორის წინა გადაცემაზე დაგვიკომენტარეს დღეს რომ ესაო არ შეიძლება მაგ თემებზე საუბარი. რა თემებზე? LGBT.
მოკლედ ჩვენ ისე ვაქ ვართ და ვაგრძელებთ პოდკასტის ჩაწერას. ასე რომ მეგობრებო, თუ გნებავთ პოდკასტის, ვლოგის, ვიდეო გაკვეთილების გადაღება, მობრძანეთ პოდკასტ კორნერში, ჩვენ მეგობარ სტუდიაში და ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კონტენტი. და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. წავიდეთ. ანუ კანონი ხომ მიიღეს რაღაცა. ხო, მაგრამ რავი. ეს თუ იცი პროპაგანდირებას ხო აი ეს რამე შეიძლება შარი მოგვედოს? ეხლა მაგ თემის წარმომადგენელი. კი, შეიძლება რომ შარი უნდა ამოუჭათ უეჭველი ყველა ხუმრობა რაც კი იყო ჩემზე, ამიტომ პროსტა სტოპრად ყავს სანდრო. სანდრო, კარგად კარგად გამოიწევთ არხი. ხო. არა, მართლა თუ იცი ანუ რა ითვლება მაგაში. აზზე არა ვარ სიმართლე. მეც აზზე არ ვარ და მე მგონი დრო გავარკვიო და ჩვენ ვაკაიფობ და რაღაცა. ხო, აქტივია დავებით იმენა და რა ვიცი. არა, ზოგადად ვსაუბრობთ რა მაგაზე, იმიტომ რომ წინა გადაცემაშიც ამ თემაზე ვისაუბრეთ რა. ჟოზეს შემქმნელი ყავდა. ხო და ნუ მანდ ვისაუბრეთ ტრანსის როლზე. და ვიღაცამ დამიკომენტარა რომ ნუ მე მგონი წარსულში მომხდარი რაღაცა რაც არის ეგ ხა ნუ მაგას ვერ გაიქცევი რა და მეც ხა აი ამ მომენტიდან აძინ რაზნე პინდარას ხო გიგას უნდა დავშორდე რა თუ გიგა ხო გიგა ხო ტელეფონი მე და ხა გიგაზი ისახში რატომ თქვი ესე ჩემზე მე რა მაინტერესებს იცი ის ბარბერთან ფული არ გიყო ბოლომდე გადაგიხად კეთყვი როგორ მეტიყა იცი და შენ არ მქონდა გათვლილი რა და სახში გავატყე family guy-ში რო არის ხო იცი ერთი ტიპი როასება ორივეს და ცოტა გვიანი იყო და family guy-ში როა ის ვიდეო ხო იცი I don't have wallet or ეუბნება და ისო თვიანი რო გამოდის და არ გაქი ვიდეო რა კი დაუბრუნა უკან ვიცი მაინტერესებს ადამიანის გონება რომ აი ესე იპარსავს ეს ხო დაჟე მომენტა საკაიფოა ესე გავალ ისი არ გინდა რაღაცა შენც სადო ასე ამას შემიძლია სხვა შორის კი უეჭოლე მაგრამ არა არ შემიძლია მე მიხუჭუჭდება უფრო თესლი იქნება ხუჭუჭე ეს იდეა როგორ ვიცი თოდა შევატყვე რომ ნუ ახლა ფაქტია რა ხა კაცები მელოდებით რას ვიზამთ რა და ნუ კანდა ეგ შენ გონია ეგრე შენც ხო არ ვიცი შენ ეხა როგორ ჩაარდა კაცები მელოდებით მაგის დედას ღვინო და ასხი ერთი შემოგიოლე ბოზებს დაურეკეთ ბოზებს დაურეკეთ ვითომ ეგ ყველაფერი ამასთან ახლოა მუსიკებს ეხა შევეს კიდე სადარიან ერთი შეიძლება მეტი ძმაო მე დავიგიდე და არ დაიცარ დამითორებია შეიძლება უკან დავშილებ ფიციანტივით თუ არ ხო მართლა მაგრამ ეს საჭირო გიგაცვი ეგრე ფიციანტივით მეიტანე მე უსექსუალურესი და უსიმპათიურესი მონტანივით დამაცადე ხა წამოყვანინე ვიწყებ გადაცემას მეგობრებო გამარჯობა იმენა რა გავიგეთ ხო იმ დღეს გასაგებია რომ იმ დღეს ტაქსში ვზივარ იმ დღეს ტაქსში ვზივარ რა უკან ვზივარ ტაქსის ხო და მივდივარ და ვიღაცა წინა მძღოლი მოიცა სტოპ ნუ მოწოდნე წინა მძღოლი მიდის ნელა ხო და ეს ტაქსისტი ასაკოვანი ადამიანია და ცოტა კულტურულად აყენებს შეურაცხყოფებს რა ნახე ეს ჩერჩეტი რა გადის ერთ ხუთწამი ნახე რა სულელია რა გადის ერთ ხუთწამი ნახე რა უეჭველია ეხა ჩაეძინა სიზმრებშია რა ნუ მეთქი კულტურული ადამიანია და მე ისეთ მომენტი გაიჩნდა რომ შეეძლო აბგონზე გასვლა რა გაუარა რა და ჩადგი გას შე ბოზის გაგდებულო მეთქი ეხა გაგვა მართლა გეუბნები ძმა სიცილი წავსტა როგორი გადასვლა იყო იცი აი ერთქულიანი შეურაცხყოფები აურა აწია ხო ეგრე პლუს 999 მეთქი თუ ჯიგარია რა პროზა ჩერჩეტი ზულელი რაღაც ბოზის გაგდებულო კაი მოგესალმებით გახსნილად ვაცხადებთ ოფიციალურად პოდკასტს მოვწი გაცანი ხავს ხო მოკლედ სანდრო გავიგეთ რომ კარგად ხარ გავიგეთ რომ რაღაც ვიდეოებს იღებ კიდე რას აკეთებ ცხოვრებაში ანუ კარგად რო არის რით გაიგე აქ ვარ და იმიდო თქვენთან ვართ მებო ათქმა ისე მის სამიჯერ გაიმეორა იგო ხო კიდე რამდენჯერ ისას მაინტერესებს ყველა ჰომოფობიური ჰეითი გაუშვით იმას ზე კიდია მე არაფერს შუაში არა ვარ ჩვენ არ გუყურებენ ეგეთი ხალხი შეიძლება გუყურებენ სპაი ყავდეს კომენტარებში კაი დავიწყოთ გადაცემა რა საქმეა რა საქმეა
ვიდეოებს ვიღებ იდეაში, მაგრამ მუშაობ, კომპანია სკუტი, თუ იცით. კი. სკუტში მუშაობ. სკუტერებს, მოტოებს ორ ბორბალზე რას დგას მოკლედ. და მანდ ვაკეთებ ვიდეოებს. ბაიკერი ხარ. ბაიკერიც ვარ, პროფესია დიდად არ არის, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ორი სამსახური მაქვს და ორივე ნამდვილად არ აღიქმება, იმიტომ რომ ერთი მარკეტინგში ვარ და მეორე მარკეტინგში ვარ. მაგრამ ხო, რაღაც ეგეთი გამოვიდა რა. ბაიკერებს ხოთ შორის მაინტერესებდა, ის ბაიკერების კლუბი რო გქონდა საქართველოში, სად წავიდა? არ ვიცი ასე რა, მე მგონი ძალიან პატარა ვარ მაგისთვის. ღადაო, cross riders-ი. აზიარ ხარ? იმენა პირველად გავიგე. ანუ იმენა ჟილეტები რო ეცვათ, იმენა ის პატჩები და რაღაცეები. ვაფშე აზიარ ხარ? ისინი ჩოპერი ტიპები არიან, აზია რა ვინ არის. ეგენი ცალკე კულტი. ზოგადად ბაიკერებშიც ეგ ჩოპერისტებს ცალკე აღვიქონთ რა, იმიტომ რომ ეგენი არ აღიარებენ რომ სხვა ბაიკერების ნაწილები არიან, ცალკე არიან რა. აუ, მაგაზე გამიგია რა ვიდეოებიც მინახავს, რომ ტიპი რომ მიდის ჩოპერით და ვიღაცა რომ გადაასწრებს მაგალითად მოპედით ან მოტოთი, ტიპი უჩერებს, რომ რას მიისწრებ ძმა და რაღაც გააქვს ეგ ნახე. როგორ იცი, ეგ შეურაცხყოფელია და ან ტიპები არიან 1-60 წლის კაცები ჩოპერით და ვიღაცა 18 წლის ბავშვს ეჩხუბებიან რომ რაპონჩი გადამისწარიო. ეგ რა არის პატარა პენისის კომპლექსია თუ რა არის? ეგ კი, ეგეც არის ნაწილი მაგისე. საქართველოში არ ვიცი რამდენად არის, იმიტომ რომ ჩოპერული კულტურა ძალიან ამერიკული არის. ეგ ვიდეო დამწუხრებული სახე მიიღო პატარა პენის. მე რა რომ ეჩხუბები 18 წლის ბავშვს. კიდე მე ვეჩხუბები შეჩემა მთელი გადაცემა რაღაცა აი 18 არ არის 24 პატარა ხო არ მე სპეციალ დაჩადეთ კამერა ხო თავიდან მე რო გავაძრე ხუმრობები ახლა ჩაირთო და უცებ ასაგებია ყველაფერი არ არსებობს უბრალოდ მასალა მაგის მაგრამ ხო ამერიკაში არის ეგეთი რაღაცები საქართველოში არ ვიცი კიდე ბიჭო ხო გავგრძელოთ ესე იგი და ხო ჩოპერებში არის ეგ რაღაცა რომ შევარწყობა არის ჩვენთან მე არ შემხედრე ეგეთი რაღაცა და ანუ რას ნიშნავს იცი იმიტომ რომ მე მართლა მაინტერესებს რა აი რას ნიშნავს რომ გადაგისწრო ვიღაცამ და მე არ ვიცი მე ვარაუდობ რომ რაღაცა ჩოპერები ამერიკაში და ეგ ბაიკერები კრიმინალთან და მაფიასთან რაღაც მაგას აი Sons of Anarchy ხო იცი აი ეგ რაღაცა ეგეთი პონტი არის მან და იქ ძრება არის კაროჩე რა იმენა ძრება არის ჩვენთან არ მინახავს ეგეთი რაღაცა ჩვენთან ეგ არარეალური არის იმიტომ რომ ეგ ამერიკული კულტურა არის და ხო რა ცოტა კრინჯობაც იქნება რომ რაღაცა აქ რო კრინჯია ბიჭო აბა რა არის 60 წლის კაცი მიდიხარ ძმა ვიღაცა ბავშვი თავისი გზაზე მიდის რა და შენ უჩერებ იქ ეწევი და რატო გამისწარი კრინჯია აბა რა ჯანდაბაღო დაუ ხედავ თქვენი სიტყვა გამოვიყენე გენზის მე შემოგვიყვანე გამომწერები მე არ გამოიწერეთ ხალხო ჯენზი საიდან არის 96-დან არის 17-დან 17 1 წელი გავუმაზე კიდე მაგით ორ კაცი გამომწერებს და გენზი გამომწერები დავკარგე არა მე გადავწყვიტე გული მომვეგო და ეს ბიჯოავს ყველაფერში რატო ბიჯოავს იმის ხათრით გამოიწერეთ ხო არა და ერთ-ერთი ადამიანი ვისგანაც მომისმენია რაღაცა ვა მიშა იქიმით რაღაცა ჩემი ძმა იყო რომელიც არის 13-ის ვიცი ხო შორს მაგრამ მე მაგას ვერ ხვდები ანუ ბავშვები რა ხვდები გადაცემა ხო აი შენ ხო მოგეწონა რამოდენიმე ჩემი ხუმრობა და აი ბავშვებს რა მოსწონთ მაგას მართლა ვერ ხვდები როგორ არის იცი მე რასაც მივხვდი ქართულ კი არა ზოგადად ინტერნეტ სივრცეში ვერ გაიქცევი მაგას რა ბავშვები არიან ვისაც ყველაზე დიდი ისა აქვთ რა წვომა ინტერნეტზე და ყველაზე მეტი დრო და ანუ მეც ვუყურებდი ისეთ ტიპებს ვინც იდეაში იფიქრებდა რომ აი 13 ტიპი არ უნდა მიყოლოს მეც მაგას ვფიქრობ ზოგადად 16-17 ხო არ უნდა უყურებდეს რა იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ბილწი სიტყვა 13 წლის ბავშვი უნდა მუშაობდეს კი მაღაროში უნდა იყოს აუცილებლად სადაც დააბრუნეთ ის დრო სადაც ბავშვები მუშაობდნენ და ტელეფონი ვერ უნდა დაიმსახუროს მაგ ფული ხონა ისო ნამდვილად კი ჩინეთში ბრინჯის პერაშკიო. არ არის ნამდვილად. თურმე კარგად აზროვნებს. ცოტა ხანი დააცადე ბიჭო, გაიხსნება და რა მოაყოლე დააცადე. არანამდვილი პროფესია რომ აქვს, მაგაზე საუბრობდით და ინდოს ფიქრობდი რომ მოკეთან შენი პროფესია თუ აი ბავშვების წიგნი რო არის, ხო იცი რაღაცა აკლემი ბოზი და აი პროფესიები რო არის, ხო იცი? აი მან თუ შენი პროფესია არ წერია, მაშინ არ გაქნა. უცნაური ბავშვების წიგნია, მაგრამ ხო აი კონტენტ კრეატორი მქვია თუ რაღაცა. გზი რატო გადახვედი? ექიმი არის. ეზე ექიმი ოჯოლი იქნება. შენ ნამდვილი პროფესია გაქვს შენ? მე არ ვაქვს. იუთუბერიც არ არის ნამდვილი. ელექტრიკი რო ეწეროს. ხო, ან ელექტრიკი კი. და იქ რაღაცა აშოტა ხატია. ხო, რა, ხა სოციუმისთვის არ შეგაქ რაღაცა წვილი არ არსებობს. დავშნურავ დედას 2000 ლარად.
ეგ მაგარი აზე შეიძლება იყოს აშოტა. აზე აშოტა, ეზე ელექტრიკი აშოტა, ის რო აზე იყო და ორივეგან სიგარეტიტა. ანუ რამდენი 100 გაქვს შენ? ერთი მაქვს, მაგრამ 200 არის და 100 რო აბრევიატურა გვაჩვენე. არ გამოჩნდება აზრი რა. და 100 არის თუმე აბრევიატურა იცოდე? გვემა იყო. ნუ არა. ადამიანის სასქესო ორგანო. კი, აი მე ეგრე გამინახდა პირველ დრო გავიგე. ხო არ გადაო. საგანმანათლებლო რუბრიკა. აბა დებილიაო. აბა არიცისო. ამასაც მე გაბარალებს. ილიაც მე მოვკალი წიწაბურში. ეს ჩიკას ჩავარცხა და JFK-ის მკვლელობას ბოლომდე არ დალიო, თორე მე შეიძლება გამოიწიო ჩემზე მაინც, არ ვიცი ხო. ყველაზე ცუდ პონჩი ვარ მე. ეხა ეს დათხრება ამას კიდია მე რა. შენ უნდა გადაიღო. ხო და მე რას თბილისში გამოვედი, кайფო პოდკასტი. ანუ მე ძალიან ყინულებით მოვედი პონჩი ვარ ეხა და მე რატო არსო, იმიტომ რომ 28 წლის ასაკში მქონდა ჩუტყვავილა და ეხა მოვიშუშე და მოკლედ ჯუჯერ არ შეიძლება. ხო. თბილისში გადმოხვედი, საიდან გადმოხვედი? ამაზე კახეთიდან. აჰა. ნუ არა, კახეთი მაგარია ძალიან, ჩურჩხელა ძალიან მიყვარს. ხშირად ჩადიხარ? აი კახელი იყო. ვაფშე არ გეტყობა, რომ ხშირად ჩადიხარ კახეთში. კახეთში ხო, არა, ხო უეჭველი არა. მე არა. კახეთში როგორ უნდა კასკა მახურავს, კახეთში რო ვიყავი, კასკა მახურავს. რამდენ რეგიონში ხარ დავყოფი საქართველოს? არა, ყველა რეგიონში ვარ ნამყოფი, მაგრამ აი პატარაობაში სანამ გარდავიქმნებოდი. სწრაფად. ხო, უცებ. ბალაკლავა მახურავს, სადაც არ მიჩანს რა, ეს სპეციალად აი ეს მაქვს. ხო. ნუ ეგრე მომენტი. ხო, აბა რა ვიდეო. აღარ ადამიანი. ეხა წარმოვიდგინე. თან ულაშიც რაღაცა. ხო, შუაში ანუ ქვევიდან უყურებ, უდვაშამდე ოკეია, approved და მე უკვე ზევით რო არ ვიყარ всё. ბიჭო, ისე ულაშით მართლა. არა, გიხდება სხვათა შორის. ეს რა არის? ტეხასელი რეინჯერი. ეს. აბა შევიხსნო დაცხა რაღაცა და პერანგიც გეისკია წვია. კარგად გამოიყურები კაცი. ეს ხოჩორის მაგარ მოდაშია ეხა. კი, გინდა გათხოვო? გაიგეთებ? 1850-იანებში ეცოთ მონატი. ამა შეიძლება მალე ანალური გოლები დააძროს საიდან. უცე პროექტი. ეკიდოს სადმე. ექსპრესი. არის ოდი შეიძლება დაგჭირდეს, არა? იმის რა გასაღებები რო უკეთია ამას ანალოგად. ორი ცალი მაქვს. ერთი შენ. ძიგარი ხა. ხო, მოკლედ, ვაგრძელებთ. პროფესია გავიგეთ უკვე, ასოები ჩამოვთვალეთ. გასაგებია. TikTok-ზე რამდენი ხანია ხარ? 2019 წლიდან ვარ TikTok-ზე. რატო გადაწყვიტე TikTok-ის აკაუნტი აიკეთე? დიდი მიღწევა, ესეთი წარუმატებელი იყო 6 წლის შემდეგ. ეს თქვენ თუ შენ შეიძლება არ მისცემ. TikTok-ის მე მოხდა ეს ყველაფერი. TikTok-ის დროს მოხდა. კაი ტიპი იყო. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ქართულ ლიტერატურაზე და რაღაცა. TikTok-ი გადმოწერა და მე უცებ როგორც მართლა თავიდან რითი დაიწყო? 2019 არ არის ხუმრობა. კი, არა, ძალიან ძველი. მე რო TikTok-ი, კარჩი, ესე იგი, მე და ჩემ იმ დროს შეყვარებული თიკა გაგიგურდება. თიკაზე ეძახა. მაბოი. ერთად გავაკეთეთ და ვიღაცებს ვიღადავებოდით. გინდა გაირეცხო. მე ჰომოფობი არ ვარ. მე 5 ჯერ იყო, ხო? კი. აი, ერთი ორჯერ კიდე შეიძლება. მე როგორ მომბეზდება. და თვითონაც ეცი. კაი, შენ და თიკა ეღადავებოდით ხალხს. რაღაცა დუეტებს რა ვიღაცები რაღაცა ყლეობას და ჩაწერო და მაშინ აი TikTok-ი იყო, აი მარტო ცეკვები იყო და აი საშნელი ლიფსინგი და მე როგორ ნელა გადაიქნა ნორმალურ პლატფორმად. რა მაშინ იმესთვის რო გეთქვა რომ TikTok-ი მე გაიჩნდნენ დარბაიძე და კამოდა და მოკითხა და ლუცი არ გახსოვთ ხო თქვენ არ იყავით აი ვიღაცებს ეცოდინებათ მე აი რაც გავაკეთე უბრალოდ რაც ხალხი მიცნობს მაგ დროს გავაკეთე TikTok-ი რა 2021-ში შევქმენი მე ახლა სულ ახალი იყო ხო მას საკაფოდ გაჩუხარ ყოჩახ თქო მაგიტო გამიკურდა შენი ესეთი წარუმატებლობა წარუმატებლობა ცოტა ისეთი პონტი არის რა შენ შეიძლება ბევრი ყავს მაგრამ მე მყავს ხარისხიანი რა მაყურებელი ყავს ვისაც უყვარვარ და კარგი დედა დეიდა კარგად ლაპარაკობენ შენზე. ის ორი ვინა. ჰეითი რა პროცენტით გაქვს 100 ნარვა ვიყოს. ის ორი ერთის კუცკუტის მომხმარებელი. ჰეითი და გამომწერების 65% არიან ქალები.
აბა შენი გააცრა მეტი ანალიტიკი, რამდენი კაცი გაფა. არა, просто ეხლა ვფიქრობ რა. Sausage party რო არის. ვფიქრობ რაც გომებაში მომივიდა ვთქვა. თუ იმით რა. მაკალების საშუალო წონა რა. და ყველაზე ცუდი პოდკასტი გვაქვს დღეს. არ უნდა ყოფილიყო ეს პოდკასტი, მაგრამ მაინც. არა, რა უყო ეხლა ძმაო რა, ეგრეა. აი ხა ამას ეყოლება ქალები როგორი გამომცემლები ხო იცი? შურს ამას იმენაში. გმირი ხარ არა გმირი ხარ სანდრო. ისე ჭარბწონიან გოგოსთან თუ გონია სექსი? ჭარბიწონა რა არის? ნუ პლუს 90. არა, მე მქონია ეგ. ბაბოი. იასნია მე ყველა ქალს პატივს ვცემ. აბა მითხა პასუხი გაეცი მაგას. ხა უზე მე გამოვედი უზე ფაქტ. ცუდი კაცი. აგე ვინა ხალხო ქალთმოძული არის ხო შორს ეგ სიმართლეა. მაგაზე აქ სიმართლე სანდრო ქალთმოძული არის. მაგაზე კი სანდრო ქალთმოძულია. და ჰეიდეთ და მე გამომიწერეთ ქალებო. ფემიციდის მოსიარული შემთხვევაა. ხვალე-ხვალზევით არ ვიცი რა შეიძლება ქნას. სანდრო გადაუვა ისტორია. ფული რო არ იყოს შენთვის პრობლემა. რას გააკეთებდი ცხოვრებაში? კაი კითხვა არის. რას გავაკეთებდი? მუსიკას გავაკეთებდი. ბოლომდე მაგას გავაკეთე. აი ჩემი ოცნება არის, რომ აი 1 წელი მომწეს ვინმე სტუდია, ინსტრუმენტები და რაღაცას გავაკეთებ. 1 წელი ირაკლი მოგცემს. 1 წელი მომწემ? რა გვიშლის ხელს? რა გვიშლის ხელს? კამერები არის. მეგონი შენი ცხენი. ვაფშე ფულსაც გავჯიდავ. არა, უყურე, ანუ სქემას ხო ხვდები რას აკეთებს? ანუ ყველაფერს მემაბრალებს. ანუ ეს იყო გადატანით მნიშვნელობით. მე უბრალოდ პაიკი ვარ ამ თამბაში, თვითონ უნდა ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია რომ რამე იყოს ამხედრდეთ. რა პრობლემაა? რომ მე და შენ მოვერევით, ჩემი აზრით მოვერევით. ან ბიჭო, მორევა არ გჭირდება. არაყი უყიდე რა, მონიტორთან იმალება, ნახე გადაობს თავის. გაიგე, აბაზე ჭუბი არ დაგჭირდება. არაყი უყიდე და всё, არის ბულკევით ეგრევე. კაი, გავაგრძელებინოთ. რა ჟანრ მუსიკას წერია ზოგადად? როგორ იცი, მუსიკას ისე ჩემპიონში რაღაცებს პროსტა რა. შენ უკრავ კიდევაც, ხო? გიტარაზე უკრავ კი. რითი წერ მუსიკას? ანუ რა კომპიუტერში რა? მე ბიჭო იძახის რატო იმას მშვიდობითო თვითონ არაფერი ერთი ძამით პრეტენზია არ გავამითქავ საერთოდ არაფერი. და ეხა გოგოები გიჟდებიან. ვაიმე სანდრო გენიოსია, იუმორის. ეს იყო მაგარი შუტკა. არა, რითი წერ მართლა, იმიტომ რომ კომპიუტერითაც ხო წერენ ეხლა რა თქმა უნდა და კი, გიტარაზე უკრავ, ოღონდ და უკრავ ძალიან ისეთი ნათქვამი არის რა, ჩემპიონში რაღაცებს ვისწორებ. ეხლა ბენდს ვაკეთებთ მე და ჩემი მეგობრები და სამოვლოდ ცოტა ხანში რაღაცები იქნება რა, სუპერ ბლონდი. ორგიებიც იქნება ამ. მაგრამ მუსიკაზე რა გითხრათ? რა სტილის მუსიკა უნდა დაუკრათ ჯანდ? ალბათ ალტერნატიული როკი. რატო აი მართლა ვფიცავ ძმაო ყველაფერს. აი ეგრევე გონებაში მოვიდა რომ მეთქი იტყვის ალტერნატიული როკი რა. აბა, გინდა რომ მეთქვა ეგ? არა, ხურობა გაქვს რამე გამოსდება. არა, პროსტა ეგრევე გონებაში ეგ მოვიდა. ემოები გევასება? ამ ის არის რა ლინკინ პარკის და რამის პონტი ხო? ეგეც შეიძლება ითქვას. ეგ უფრო მაგალითად კონკრეტულად ალტერნატიული როკი არის, ცოტა ისეთი ფართო ცნება და ეგ არის უფრო ემო მიდვესტ როკი არის, თუ გაინტერესებს ლინკინ პარკი. ლინკინ პარკს ახლა ყავს ქალი სოლისტი და ალბათ შენ არ მოგეწონება რომ მოусმინო, მაგრამ ძველ რაღაცებში არა მოусმინე, ხო არ მომეწონა. არ მოусმენს. მოიცა ერთ წამე. ქალი საჭირთან არ მოწონს და სოლისტი ქალი მოეწონება. ემო მიდვესტზე გამიკვირდა. მიდვესტი ის არ არის კაცო, რედნეკები რო არიან? კი, ამერიკაში მიდვესტი არის. მაგ ადგილიდან არის. ზოგადად რაც უფრო დიდი არის კონსერვატიულობა, უფრო მეტი არის აი ეს რა მემარცხენეების რაღაც წინააღმდეგობა და მაგიტო უფრო რაღაც ეგეთი მუსიკა შეიძლება იყოს რა. მაგალითად Green Day. Green Day ყველაზე კომერციული პანკ ბენდი არის, მაგრამ ხო. ტოკიო ჰოტელი გახსოვს შენ? არა, ეგ არაფერ შუაშია. Green Day, ხო, Green Day არა, ემოების და იმის კომერციულია დემოკრატების მხარეს. და დემოკრატების კომერციას ეწევა. როგორ ეცე ზოგადად ანუ პანკ ბენდა როცა აღიქმები. შენ ისე ოპოზიციის მხარეს ხარ თუ სპეცრაზმელებისკენ? არ ვიტყვი, მაგრამ როგორც მოგეცადე პოლიტიკური ზიანები. სპეცრაზმელები. არ ვიცი ახლა, მე რა ვიცი, ვიღაცა შემოვარდეს ახლა. ბიჭო, და ეხა სპეცრაზმელები რო შედა, ეკა სპეცრაზმი არ თქოში. ბიჭო, შეიძლება სპეციალურად დაგეხა ეს იმიჯი რა, ხო ასე ხარ რომ აუს ხო არ გადაობ რა ის გავაძრე და ამოღამ თეორია ერთი შეთქმულების კიდევ ერთი.
ანუ სპეცრაზმელები დადიან ასეთ ფორმაში, რომ ეჭვი არ აიღონ მოსახლეობა. თან ხო იცი მე რა ძალიან ჯანზე ვარ რა, ნებისმიერ ტიპს, короче, ეგრევე გამომკლავდები. ბილორ ჰორიზონტერი. ამას და უჭველი ამომიღებენ. არა ცოტა რეალურ და მიახლოებული რო იყოს, მაგრამ კაი, ეს მუსიკა გასაგებია. არა, მე ვერ გავიგე კაცო, ეს რაღაც სისრულეებს მაჯერებს. ეხა ის რო სწრაფად საუბრობს და თავდაჯერებულად იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერს სიმართლეს იძახეს. რა მიდვესტ ემოები, რევს ბაზრობს, ვაო. მიდვესტი არის ტეხასი. კიდე რომელი შტატებია? კანსასი. ხო. კაი. არა. ადამიანები სადაც ქალები და ბავშვები 8 წლის რო გახდები იარაღს ხტენიან და იქაური ემო მუსიკა არის აი ესე იმენა რა ესეთი ემო მუსიკა შენი აუდიტორიიდან ვერავინ ვერ დააკონფირმებს მაგას სიმართლე რო გითხრა და ამიტომ ხო შენ აუდიტორიას აგოიმებ ესე იგი პროსტა რა მიდვესტ ემო არა ისა კიდე კალიფორნიული რასისტები კიდე იქნება დაწოლი რომ არის ბენდი ანუ პროსტა ბენდი ხო? ანუ არის აბა ლინკინ პარკიაო ეგეთიო და ეხა რაღაცა იქნებაო ეჭვი. შენ ეს გვაგოიმება. აუ გადამოწმე. შენ რა ქვია იმას? შენ ჩვენ ჯოროგანთან კი არ აღარ ჯოროგ. ეგ მაგან შეიძლება ფეხზე გაგხადოს ეხა. შენ მაგას გავხადოს რა მithra გავუსტირა პრობლემა. ნუ ეხუბრები. კარანტინო და ხო ტარანტინოს ესე მაგის ფეტიში აქვს. ბანდანო კოენტინ გადაგვიღეთ ფილმში. თუ შეიძლება. მე პოტი ტარანტინო ძალიან მიყვარს იმათ რო გითხრათ. თუ შეიძლება არა კაცო. შეიძლება გადავიღეთ ფილმში. Hateful Eight ნანახი გაქვს? აი ეგ არის ერთ-ერთი ტარანტინოს რომელიც მაინდა მე აი ეგ არ გეთქვა. ეგ არ გაქვს ნანახი? აი ეგ ნებისმიერ ხო ტარანტინოს ზებირად ვიცი. 4 ოთახი აი ეგ ნანახი მაგ და ძალიან კაი არის. ძალიან მაგარი ფილმი. კი, მაგარია. ეგ რომელი არასაბელი ის გადაძე ტარანტინოსი საო? რომელიც ის თამაშობს სელმა ჰაიეკი? სელმა არ თამაშობს, ანტონიო ბანდერასი თამაშობს, ოღონდ მთავარ როლში არის. ხო, ერთ-ერთი არის, 4 ოთახი შედიან და ისეთი ყლეობები ხდება. 4 ოთახში. ყველგან ყლეობა ხდება. ხო და აი Hateful Eight-იც ეგეთია რა, ერთ დიდ ოთახში ხდება მთელი სიტუაცია, ძალიან მაგარია. ვიცი რაც ხდება, მაგრამ ხო არ მაქვს ნახი, ზუსტად მაგიტო რომ მომეყევი აბა რა ხდება. კაუბოის ვესტერნი არის, კაუბოები არიან, თოვლი არის და რაღაც კაბინაში იჩთებიან და რაღაც ყლეობები ხდება რა. დანარჩენი ახლა არ დაგასპოილერ. არ ხდება ეგ. არ ხდება, არ არის კაბინაში თოვლი ხო არის. ისე თამაშობს, სამუელ ჯექსონი ხო თამაშობს? თამაშობს. არ დაგასპოილერ. ჩენინგ ტატონი ხო თამაშობს? არ თამაშობს. თამაშობს. ოღონდ სულ 5 წუთით ჩანს ბოლოში. არ თამაშობს, მაგას არ ვქნა რომ თამაშობს. ეს სტუმარი იყო. სხვა ეგ მე გამიკვირდა. იმიტომ რომ ანუ ესეთი მაგარი მსახიობი რომ აი პროსტა 5 წუთით გამოვიდა რა. შანინგ ტატუმი არის მაგარი მსახიობი? მაგის თავარი სკუჩი რამდენს გიყრიან 300 ლარტოეში იმას 200 მილიონი აქვს და რა ვიცი Magic Mike-ის როლი მაგარი თამაშა და შენ არა Magic Mike დედავს პიცა ვარ თუ ნახე მქონდა 7 გეიხმება გააჟო და ეხა ეს Magic Mike-იო ენა მაგარი ფილმია მაგარი ფილმია არასდროს ეხმები მაგეზე და ეს დაუდგი მე რეცი ეგ არისო და შენ საერთოდ იცი Magic Mike გამიგია. და ეს არის ასე რა ვიცი ზეპირად რა. ეს კაი შუტკა იყო. მიშა ექიმი ერთ ჯოუქს დაწერს და კარჩი ერთ საათს მე ატრიალებს და დადებს ვიდეოს და ეს არის კონტენტი. ტელეფონი ჩამომართო ეს. პასპორტიც ხო ჩამომართო. კი, პასპორტს გადავიღეს ფოტო გამშმონეს. შემომოწეს ის ადგილებში სადაც არ მინდოდა რა შემოწებინე. და დამსვეს ხა აქ და კონტრაქტი ხელი მომაწერინეს, არაფერი არ თქვა და ზივარე ხა რა. და როგორ შემოწმეს განა უკაცრავად ჩაიწიეთ ეს ტრაკი მანახე ირა გადაიკუსა და დაახელე ეგრევე ექიმიო რეზილის გელდათმარი ტკაპ მიშა ექიმიო რის ექიმი არავინ არ იცის უთხარ რის ექიმი რაღაცა საეჭვო ხო არის ხელი ტყუდა კი არ ჩაიმანა ზუსტად ვიცი რა სუნინძა ხამა ხელზე და მოიცა შენ რატო ხარ ამ ხუმრობით კმაყოფილი არ ვიცი რა ვიგამ მე მაყოფილი რომ შეაქროა რა ჯიგარი ხარ არა ყოველს ვიღაცებს ეგონად გადაიკუსა და დაახვეშ და ორივე ხელი რომ ხარზე გიდევს ამოწმებ მთელი გადაცემა საუბრობ გეიმზე და გადაკუზვაზე ანუ გადავიდე რა ვეხა ამან გაჩითა აი ერთი გეიხურება არ გამაჩიტია ეგ ფაქტია უყურე
ვცდილობ ეს რაღაცებს გვაყლევებს მას ემოებიო მიდვესტიდანო ეხა რაღაცებს გვეთყვის აჭარული ხაჭაპური კახეთში გაგისინჯავთ და რაღაცა ეგეთებს ტიპს ტეხასური ის უკეთია არა გაიგეთე მიდი გაიგეთე დაიცა მის შევიხსნა შეგვიძლია მარტო შეხარ საროჭკით და ტატუთი აი ეს ეცამა ხო და ვცდილობ რომ რაღაცა ისეთი კითხვა წავიყანო და რომელიღაცა ეგრევე აგდებს ამ გეიშ უთქას აღარ გვინდა გეიშ რომელიღაცაო ერთხელ თქვი და უცებ შემაწერა ეს არის რამე ორიგინალური დაწერა და იცოდე შევიხსნა როგორ გაგშენ გამარჯობათ მე ვარ მიშა ექიმი ეს გაისწორა არა ის არ გაკ დასტოინათ ხო დასტოინათ საერთოდ არ შემოგთავაზებ გასვლას აი დაიმართებ რაღაცეებს ბანაობას დაიწყებ და რა მაინტერესებს ბაბუა ყავს ბებია ველა მყავს ანუ მაგაზე არ გიტრაკებენ ხოლმე მიტრაკე კაი კითხვა არის აი კაი კითხვაა სხვა შორს აი მაინტერესებს რა მოგივიდა ცხოვრებაში რომ ამ დონემდე ეგ მართლა კაი კითხვა არის მამა გირტყამდა მა ნეტა ADHD გაქვს ADHD მაგ კი ოღონდ მართლა ADHD და იმენა საბუთი არა მაქვს მაგრამ ხო დამტკიცებული არის რამე მიყვანა ვის მიერ არ მახსოვს ხელი აი მაგაშია საქმე რა ერთხელ რომ დაგამოყალებს ადამიანი რომ რაღაცეებს იზე პროსტაზე ბაზრობ მე ყველაფერი შეეჭვეპარება ADHD მაქვს ხალხო პროსტაზე გადამოწე მიდი გინდა ნახე მიდი სად გადამოწე Midwest emo ჟანრი არსებობს ეხლა მაგაზე მიკიდები 5 წუთია და აი დავიკიდე აღარ შევტევი მაგას მაგრამ არის ჟანრი და არის ეგეც ანუ კითხვაზე გააგრძელე პასუხი ის დაიკიდე მე მიყურე კაი ბაზარი არა მოდი ეს დავიკიდოთ ხომ და იყოს ეს ბნელი კაცი ასეთ ხო და რას გეუბნებოდი ესე იგი როგორ მომწერს იყო თავიდან მე ყური რო გავიხრიტე პირველად 18-ის ვიყავით 18-ის და აი მაგაზე ამბები მოყვა თუ რაღაცა მაგრამ ნუ ეს მინდა ამის გაკეთება მე სიმართლე გითხრათ და ეხა ბაბუა ჩემი ბებია ჩემი ძალიან მიყვარს ყველა მაგრამ ნუ მე ჩემ გემოზე მინდა რომ ვიცხოვრო შეიძლება 5 წელიწადში მეკიდოს მაგრამ არ ვიცი ხა ამ მომენტში ეს მინდა და ესე არის რა რა ჯიგრული პასუხია კაი ატვეტი მოგცა ვაყოფილი ხარ ძმა დაულნი ხარ მისორი რა დასტატაჩნი იყო ძმა ეს ატვეტი შენთვის ეხა მიეჩვენენ და აღარ ხაზაისიდოი აი ეგეც არის კი თავიდან იყო რომ აი ყოველნა ვაროტა открой адლეოსია ნიქტო დავაი სანდრო გაუმარჯოს კაცურად დალიეს ბაო ესე უსადღირგზელოთ რომ სვა აიღო პიდარასდი ხო არა ხარ ბაო სადღირგზელოებით დავლიოთ მაინც ესე შესვა ხო და მიეჩვენენ არა მიეჩვენენ ხო უწევთ რა სხვა გზას ემართო რომ გითხე რამდენ ცუდად არ უნდა ჟღერდეს ანუ მაინც დღის ბოლოს არ მაინტერესებს რა მე როგორც მინდა ისე უნდა ვიცხოვრო და როგორც მისწოდება ისე ვაკეთებ რა კი მოყვა მაგას მაგრამ დღის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის როგორი ადამიანი ხარ და რას აკეთებ და ხა მე რომ თვიტი პიარა შენ მემკვიდრეობის მიღება არ გინდა მე არა არ მინდა იცი ყველაფერი ჩემით მინდა δεν მგიდია მემკვიდრეობა არა მემკვიდრეობა რომელი თავადი ხა აი მიუხედავად იმისა რომ ბებია ჩემი კი არის თავადი ყველას ბებია თავადი როგორ ბებია ჩემი თავადი არა ჩემი დიდი ბებია არა ჩემი დიდი ბაბუა არა კი ბებია ჩემი არის ეს არის შენ ხო გქონდა გაბაშვილი არის კი და მართლა ჩემი დიდი ბაბუა არის იოსებ გაბაშვილი საქართველოს პირველი მოდერნისტი მხატვარი იმისი რა ქვია მებია არა რა ქვია იმას შვილის ნამბრობის პირველი ილუსტრაცია მეგზაკეთებული არის ანბანის ერთ-ერთი პირველი ილუსტრირება ასოების დახატული ეგეც მაგის დახატული არის და სამხატვრო აკადემიის პირველი ლექტორი ანზა ბოზი ერიკა გენეტიკაში არის ეგ რა პირველი ეგ გამახსენდა ეხანა მაგრამ ხო მემკვიდრეობა იდეაში რავი ახლა არც არის იმათ რომ გითხრა გადავარდა ახლა იქ და დასტოებელი არც არის არაფერი აი იმიტომ კიდე ესე იგი იცი რა დაკიდება რომ გავიგე მე გავიგე რომ არაფერი არ არის იდეაში დასტოებელი მაგრამ ხო მაინც მეკიდებოდა ალბათ რა ანუ არანაირი მერკანტილური გრაფიკები არ ემოგოგოები არ არიან ახლა იმაში რა და ემოგოგოები უფრო საჭირო არის ჩემი აზრით ისე დამეთახმება არა ემოგოგოები სექსუალურები არიან პროცესში ემოგოგოებო ცოდოები арიან რა ცოდოები რატო არის ცოდოები განავრცება ეგ ისა რა გამოგვიწერეთ აი იმიტომ რომ мама არ ყავს მე რომ мама არ ყავს რა პირს არ ყავს мама ანუ ყველა ხო და პირველი ადამიანი ვინც კაცი ვინც ყურადღებას მიაქცევს ეგრევე გონიათ რომ მამამისია და ყველაფერი კარგად იქნება და ასე მე შენაირი კი არ ამას კი არ დავბანე ხა ამას ავიღებ და შევინახო გულის ჯიბეში აგერ იმიტომ მე პატივს ვცემ ზოღოზაღი და უეჭველი ეგრევე შემოვიხო და მოციო
ამ გადაცემას არ გავუშვებ. დამაცადით წავიყვანო ნორმალურად გადაცემა. ხო მაინტერესებს რაღაცები და არ მაცდის ის რა. მეც მაინტერესებს ბევრი. აი სამსახურზე მაინტერესებს, ანუ რას მუშაობ უკვე საიდანაც შემოსავალი გაქვს. ხო, რას ვაკეთებ? ხო, შემოსავალი საიდან გაქვს? მოტო საიდან გაქვს? მაყუთები საიდან გაქვს? OnlyFans-ი? Grindr-ი? Grindr-ზე ფული არის შოება. უნდა იცოდე ეს ტექშენ. გაგედო. ხო და საერთოდ არაფერი ვიდეოებს ვაკეთებ მოტოებზე, მოტოების მიმოხილვა, ვიდეოების გაკეთება, მუშაობ მარკეტინგ კომპანიაში, სადაც რასაც მე ვიდეოებს ვუკეთებ, სხვა კომპანიებს რა. პატარ-პატარა ვიდეოებს, ჩემ მეგობრებთან ერთად არის კომპანია, ERCO ესე ქვია, მარკეტინგული სააგენტო არის. ERCO მაიშვილისა? კი, იცნობ. ალბათ მიხვდი უბრალოდ ERCO. ლუკა არა, ლუკას არ ვიცი. ხო, ლუკა ერქომაიშვილი. ლუკა მკიდია კაცო. ერქომაიშვილი. ანდროს მოკითხა. თორე ლუკა არ მკიდია. მიუყარ ხარ ერქო. და გაიჩნდება თან მარკეტინგის დირექტორია ვიღაცა იყო. მიშა ეკიმი რა სარდაფში ბავშვს მალავს და რაღაცა ეგეთი. ანტი-პიარი. გარდა მაგის ხო რა ორ მარკეტინგში გავიჩითე ისე რომ ხო რა და თალკიგია TikTok-იდან რაღაცა რეკლამების გაკეთება როგორც რა გესოდინება ახლა შენ რაღაცა შეკვეთები იქნება რაღაც პატარა ვიდეო რეკლამები ასე ვთქვათ ეგ არის შემოსავალი რა ვიკიდებ სახიობობ ხოლმე კიდევაც რა ვიცი საქართველოს ბანკის რეკლამაში ვარ ნაყოფი რავი ლუდი რო არის მაგის რეკლამაში ვარ ნაყოფი და ქალაქში ჩემ ბილბორდები იყო და ქალაქში რო შემოდიხარ ჯერ ჩემი პოსტერი იყო და მე იყო დავით აღმაშენებელი ამ მაშინ ნორმალურად იყავით არა სახეზე ხადაობა რა იყო იცი რომ ეწერა ყველაფერი מחატია და ნუ ტატუების მონტი იყო რა ხო მიდი შენ დამცინე მაგრამ გავაკეთებ ხედა ისო 17 წლის ემოგოგო იყო მაგათი მარკეტინგ დირექტორი შეიძლება არ მინახავს იმას რომ გითხრა მაგრამ მინი გადამიყოფოთო ეგეც გოგო იყო ზოგადად სამსახურზე ფიქრობ აი სხვა მაგალითად ეს რო არ გამოვიდეს აი ეგ იმიტომ რომ ეგ ხშირი კითხვაა რა ის ადამიანებთან ხო ვინც ცოტა ისე გამოიყურებიან რა სტიაშკას დაასხავრო რამ იცი რა არის გამოდის ეგეთ რაღაცეები სტიაშკას დაასხავთ სტიაშკა არ ვიცი რა არის მეთქე რუსული რაღაცეები არ ვიცი ბოდი ბეტონი უბრალოდ არა მაგას ვერ დავასხავ არა მეც არ ვიცი კაცო რა არის რა სპოტქვი ემოგოგოები უნდა ამას ეხლა და მაგითო იძახის ამას რომ ძალიან კარგად იცის ნომერი ემოგოგოებო მიწერეთ მიშაიქებს სამსახურის პონჩი ხო მაგითო როგორ შემეშნევან ხელ ამაზე ტატუები არ מחატია და არც ყელზე არ מחატია რა ტიპს თმები როგორ არის ხელზე ვარ არ წარმოვიდგინე შენი კომპანია გაქვს და გასაუბრებაზე მოდის ეს ხო და გეუბნება რომ ხელზე ხო არ მაგ ტატუებიო ძმა რამდენი კომპანიაში მუშაობ ორში მუშაობ მე აბა თავის საშუალებას მინდა და ვერ მუშაობ ოკეი კაი გასაგებია თავის საშუალებას თის კაცი რა გინდა მაგარი კაცი მამეთ ანიმატორად შეგიძლია მუშაობა SpongeBob-ი შემიძლია ვიყო ბიჭო ხო და ანიმატორობაზე ერთი გამახსენდა კაროჩე ჩემ ბავშვის ზეიმზე ვიყავი და ანუ შობლები ხო უყურებენ ჯერ ვაფშე რა იყო რა წარმოიდგინე ბაღის ზეიმი არა 3 და 4 წლის ბავშვები არიან და ტიპები აკეთებენ რას ტიპები ბავშვი მარტო მაღლა და დაბლა წევენ ამ რაღაც ჭხრიალები უჭირავთ რა ხელში ესე მაღლა დაბლა ეს არის მთელი დაგეგმილი 1 წლის მანძილზე გეგმავთ ამას შემშულზე ყვები კაი მამიკო მე შენ თუ ამოყობ სხვა ბავშვებზე ყვები პროსტა მაღლა და დაბლა წევენ და ხალხი ამაზე ტირის ანუ მეც ცრემლები წამომივიდა ხო მე სხვა რაღაცას წამომივიდა ცრემლები რა ხალხს გონია რომ ვაიმე მიშა ეკიმს როგორ უყვართ თავის შვილი და რაღაც და მე მაგას ვფიქრობ მეთქი რამდენად დაეცა საზოგადოება რომ 4 წლის ბავშვით იმითი ვამაყობთ რომ მაღლა და დაბლა შეუძლია ხელების აწევა და ამ დროს ანიმატორზე რაზე გავახსენე რომ შემოდის სანტა და ართობს ბავშვებს არ და სანტას უყურებ რომ შავი წვერები უჭას ტიპს ანუ ზრდასრული კაცია რა 1-30-35 წლის და ეს ართობს 4 წლის ბავშვებს 4 წლის ბავშვთან ნალაპარაკები გაქვს? აუ რა საკეთებენ იცი? აი როგორ გესაუბრება იცი? ნინამ მითხრა რომ ეს ნახატიო არ მომწონსო და შენ თუ ეტყვი ვინ ნიკამ? ხო ნიკამ. ანუ საერთოდ სქესით შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ბავშვი გეთანხმება. ანუ ჩატვირთვა არა დამთავრებული რა. ამას ართობს ერთი ადამიანის ზრდასრული, ანუ რა აქვს ცხოვრებაში დაშავებული.
წინა ცხოვრებაში აკეთყობა რა წინა ცხოვრებაში რაღაც დაშავებული რომ ეხა ანიმატორად მუშაობს 4 წლის ბავშვებთან სანტად. არა მე რო წარმოვიდგინე რა ჯერ 1 წლის ერთ ბავშვს როგორ უნდა გაუძლო 4 წლის ხო მაქსიმუმ 2 წუთი გაუძლო რომ რაღაცას გიყვება რომ ნინა მითხარ სხვა შორის ნახაძე გამახსენდა ჩემი შვილი მაჩვენებს მე ესე თიხის რგოლები არა თიხის ვარსკვლავები მისცეს თიხა წარმოიდგინე ვარსკვლავი და ჩემმა შვილმა გავლო ზოლები ესე ვარსკვლავი მე გითხება მამა ხოლამაზიაო მეთქი კი შვილო ულამაზესია რატო? იმიტომ რომ კარგი მამა ვარ, საუკეთესო მამა ვარ, მაგრამ ფიქრობ რომ მეთქი იქნებ დავანებოთ ხატვას თავი და სხვა რაღაცას მივაწვეთ, იმიტომ რომ თუ გონია რომ 5 ხაზის გავლება ლამაზია, მეთქი რაღაცა არის ახლა ხატრობაში რაღაც მასეთი მიმდინარეობა რომ შეიძლება მილიონებად გაიყიდოს ეგ რაღაცა. ძალიან კრიტიკული ხარ 4 წლის ბავშვი. აი მართლა. აი მართლა 4 წელს შენ 4 წლის ბავშვები მონღოლებმა მაგიტო დაგვიფყრეს 4 წლის ბავშვები ცხენებს ათვინიერებდნენ. თუ ვერ მოათვინიერებდი 4 ცხენს ერთად 4 წელს რო იყავი. ეგრევე თავს გაჭრდნენ და სარზე აცობდნენ. და დღეს ჩვენ იმითი ვამაყობთ რომ ჩემმა შვილმა ხელები მაღლააცია. იქ როგორი ბავშვები იდგნენ, იცი? ერთი ტირის, ერთმა ჯაიჯვა, ერთ შია, იმიტომ რომ ცხოვრებაში 20 წუთის მანძილზე მშიერი არ ყოფილა და ეხა 20 წუთი ხელებს წერს. ესე. და მაგითი და მშობლები ტირიან. მეც ვტიროვდი, ოღონდ სხვა რამის გამო, რომ საზოგადოება ამ დონეზე დაეცა. მიშა 1 ივნისს არ აღნიშნავს არასდროს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე არის. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე არის. აი მე ვარ საუკეთესო მამა, მე უბრალოდ მინდა რომ ვინმე რეალისტი ადამიანი გამოჩნდეს ერთი, ვაფშე შევკრიბოთ წესიერმა მშობლებმა ფული რომ იაროს საბავშვო ბაღში შეუმოწმოს ბავშვს. ბავშვი ამაყობს იმით რომ ვარსკვლავზე 5 ხაზი გაავლო, უთხრას რომ დაანებე ხატვას თავი, ნუ ამაყობ ამითი. ანუ პირდაპირ უთხრას ყველაფერი. პირდაპირ უთხრას ყველაფერი. მე ხო არ ვეთქვი, მე მამა ვარ და მე კარგი მამა ვარ. ანუ შენ გირჩევნია რომ შენი შვილი სხვამ დატრამოს ვიდრე შენ? რა თქმა უნდა, მე რო არ შემიზღოს, ვიღაც შეიზღებს. იმ სანტა კლაუსმა უთხრას. ის სანტა რამდენად უნდა რაში უხდიან ფულს, ხო? რაში უხდიან ფულს? მოდის და მართლა გამოდის, ჯერ ვერც მივხვდიან, გამოდის და იძახის რომ თაგვებმა მომპარეს საჩუქრებიო. სანტასთან თაგვები რა შუაში არიან? და თაგვებმა მომპარეს საჩუქრებიო. 35 წლის კაცი. აუ ეგ წარმოიდგინე სახში რომ მიდის, რამდენი უნდა დალიოს, ან რა უნდა გააკეთოს, რომ ეგ ტრავმა დაივიწყოს, რომ მუშაობს 35 წლის კაცი ანიმატორად და 4 წლის ბავშვებს არტობს. ეგეთი კითხვა. აი 10, 11, 12 გამიგია, რომ აი ბავშვებს ესმით უკვე ყველაფერი, 4 წლის ბავშვებს არაფერი არ ესმით. მისვიდე, მოიცა უყურე. მე არ დაინდო, კაროჩე. უყურე, ესეთი კითხვა მაქვს შენთან რა. ოღონდ პირდაპირ უნდა მიპასუხო, ხო? ორი არჩევანი გაქვს, ანუ ცხოვრებაში გაგზავნა 4 წლის ბავშვს ყველი დაუხატო და ეს თქნა რა კარგი სუნი აქვს მიუტანო კი აი უყურე დამთავრებინა ორი არჩევანი გაქვს ანიმატორად მუშაობა მეორე ეგრე თუ evolution-ში დილერად მუშაობა evolution-ში არავითარ შემთხვევაში evolution-ში მუშაობა კი ნახავს მაგეთი ჩათები რა ის ლაპარაკობენ ზემოდან ჩემზე ვიმეორე ეგეთი რაღაცები ლაპარაკობს აუ ეს გრევი ამოიხი და გადაატარე ხო რა გადაობ რა დილდოები აი შეიძლება ეს კიკინა უტყას გაჭერდით ნუ ლაპარაკობ ჩემზე შენ ავატარი გაქვს მუხმი ნანახი კი და სოკას პონჩი გაქვს ეკთმები სოკას მე ესე ქონა ზემოდან ანგის გამო შეიძლება ხო თუმცა ძინდან ანგი ვიყავი ჰელოვინზე ანუ უკრინდან ვის პონჩი გაქვს მე არ ვიცი აი იყო ერთი კიკინო დავიხატე კავშირად ტიპებმა ერთი არა ხო და ანუ რამე ისა აქვს ანუ არანაირი დატვირთვა ვერ შეველია რა ძალიან დატვირთვა გამოგიტყდებით და ძალიან დიდი ხანი ვიზიტი ამ თქმა ბიჭო კაზაკებს ხო ესე ქონდათ კაზაკებს უბრალოდ რა მაგრამ იმ ნაცნობს კაზაკებს ხო შორის საყურეებიც ეკეთეთ კაზაკი ხარ არა ვარ კაზაკი პიდარასტი ყოფილი სხვა ახსნას ვერ უძებდი ხო და მაგიტომ მაინტერესა ანუ მიზანი რა აქვს უსიქს მაგითო ქონდა რა არანაირი მიზანი არ არის მომწონს უბრალოდ ეს აკეთებ ხოლმე რაღაცა ნერვიულ კი მართლა ეს არის ჩემი გასართობი ანტისტრესი შეიძლება ითქვას რაღაც მომენტში შეიძლება მოკიდო ამას ხელი მაგრამ ვერ შეველია რა გავაკეთო არაფერი არ ქონია რაღაც ისეთი რომ რაში დრო და ენერგია ჩადე და არ გინდა რომ გავუშვას ხომ რა გოგოსთან ხარ ურთიერთობაში აღარ მოგწონს უცებ და ცოტა ხანი რაღაც აი მართლა სხვა შორის აი არაყიო რო ახსენე ამას გონია რომ ხუმრობით ახსენე მაგრამ მე დაჯილდოვებული ვარ რამდენი დავლი უკვე 9 ლიტრი არაყი მაქვს დალეული და ეხა მე რო შევეშვა ანუ მთელი ცხოვრება რისთვის შრომობდი გაქცა პასუხი ეს ამ თმას ვიზდიდი 3 წელი
3 წელი ვიზდები და ბოლოს მივხვდი რომ კარჩი მელოტები დამენძრა რა გავაკეთო ეხლა რა ვიღა შევეგუე და უკან დავიტოვე ცოტა რა არაფერი აქ რო გამელოტები უკრინდან გადმოწევე კი რა ვიცი არა აბა გადმოწევე thumbnail-ისთვის აი ეს უხდება ხოდია ხო მოიცა გავიყევ მე რატომ მეყუდე შენ გააძრე ხომ და კიდე მოყუდებაც არ უნდა რა კაცი არის ბიჭო ამას კარგად იყუდა ეგეთია ბიჭო ორმაგი სტანდარტები აქვს ნაბუზარი არის ვიცოდი მე ორმაგი სტანდარტები ვისა აქვს შენ რემს მკადრებ რა ორმაგი სტანდარტები მარტო ნაბუზარი ორმაგი სტანდარტები მარტო ორ გოგოსთან ერთად ვითომ იცის როგორი გოგოები მოგწოს მინდა თქვა უმამოები ხელზე მინიმუმ 5-6 გადასერილი გაგზელე კიდე მართლა გაარტყავი როგორი გავარტყა ხვდები ხა ბიჭო აბა წესიერ გოგოს რატო უნდა მოიწონოს ჯერო ეგო გიგაო და ეხა გოგოებიო და გადაწყვიტე აბა ეხა გადასერილ ესენი არა კაცო ეგ მაგაზე ვღადავდი ასნი გოგოებზე ხო გაგრძელე როგორი გოგოები მოგწონს არა ბიჭო ვიზუალ შემცანან მშლობა რა ნუ საზღვრებამდე რა გააჩინე ხა აი სადამდე აი როგორ აღწერო ეხა ჩუმა თქვა საზღვრებამდეო ანუ იგულისხმა კილოგრამები კილოგრამისადი რომ მას გააძრობდა ბიჭო ინტერესები დიდი ბოზები ესეთო ეხა რა მევაზება დიდი ტრაკიანი ბოზები რა მე კაცი ვარ შენს კაცი ხარ ნუ მიდი თქვი კაცობაზე მე კაცი ვარ თქვენ რა ინტერესები რა არ ვიცი აი სპექტრი არის რა ესე არ არის ერთი კონკრეტული რა მაგიტო არის რომ არ გაქვთ რა ესე დიდი წარმატება რა იმიტომ რომ ძალიან კონკრეტულ იმას უჩვენებით რომ აი ლამაზი უნდა იყოს რა ბევრია რა შეიძლება ლამაზი არ იყოს მაგრამ ნუ ინტერესები კონდეს რა შეიძლება ინტერესები იყოს შვილი ბაბას ასავლი და მე ისეთი რაღაცა გაჩნდა ეხლა მან რა უნდა ეხა გასაგებია რამდენია დარჩენილი დავიღალე აღარ შეგვიძლია აღარ უნდა რა ამას ელაპარაკი რა 1 საათია მარტო იმაზე გადავობთ მოკლედ დავიწყოთ პოდკასტი მეგობრებო ეს არის სანდრო კონტენტ კრეატორი ეს არის სანდრო აი მაგას გამახსნა კაკას კონტენტ კრეატორიო ტიპი 6 წელია და 7000 გამომწერი ყავს ზატო მე ერთგულები მყავს და 30000 ფოლოვერი მყავს 30000 კი TikTok-ზე შენ ყობა შაშუბეში გაქვს თვალებში და ვერ დაინახე ანუ ამ ხუმრობაში მაგარი მექალთანაც ხარ ნუ ეგ ეხლა ნუ მეცია დამოკიდებული რა არ ვიცი ხა ჩემით არ მინდა ხა ჩემთვის იქ დაუძახო მაგრამ ნუ შეიძლება ითქვას რაღაც ეგეთი რა პატივს ცემ ხალხს ვიღაცებს განსხვავებით შენ არ ვიცი სულია ამ პოდკასტიდან გამომდინარე მე უფრო ვცემ ხალხს პატივს შენ წონაზე რამდენჯერ გააკეთე კომენტარი ხო შენ იყავი წონა რომ შემოიტანე შენ თქვი იმიტომ რომ მაგას გულისხმობდი არ გულისხმობდი შენ რაღაცეები ჩაჭახო ჩემთვის არანაირი საზღურები არ გააჩნია ქალის ილამაზეს ხოლოდ სასწორზე არც სასწორზე 160 კილოიანი გოგო უმშვენიერესია მიშა ექიმა პოდკასტი ფოდიში მაგრამ უნდა თქვა შენ თქვი აბა მიშა ექიმა პოდკასტამდე ფული გადამიხადა რომ თესლი ტიპი გამომიყვანეო რომ ნაშები დავკეროო რა გავაკეთო ეხლა ჩემი ქენი ეს არ მოიჭრება ალბათ ემო გოგოებმა მომწერონო რამდენი გადაგიხადე ნუ რამდენი თუ რით გადამიხადე გამოიწერეთ არხი დალაიქეთ ვიდეო დააკომენტარეთ და ყველაფერი იმისკენ გავუშვით ვაფშე ჩემი საშაურმე გაიხსნება მალე დავით გამრეკლის 20 ნომერში აი ეს შაურმა იქნება იმენა ჩაო კაკაო პიუ 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 ემო გოგოებმა მიწერეთ მიშას არ მინდა კაცო